სალამ მეგობრებო, სალამ ქალამი. მოგესალმებით. ეს აჩვენეთ თუ არა ეს ახალგაზრდები და ომი აღარ იქნება. ერთი მეორე. ესე სულ არ დადიან ყოველ დღე. დღეს სამხიარო სოფლიდან მოდიან ჩვენი კოლეგა გაბედნიან და მიუყვანა ცოლი და აქედანაც გილოცავთ სულხან კობერიძე ჩვენი ძმა და მეგობარი და აქედანაც მოგილოცავთ სულხან. ახლა გადავიდეთ ბედნიერება და სამწუხარო საქმეებზეც გადავიდეთ, ქორწილი კარგია, მაგრამ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებიც მოვინახულოთ მეგობრებო, იმიტომ რომ თლად ეგრეც არ გამოდის ჩვენი ისინი უნდა მოვინახულოთ, შევხედოთ როგორ არის და მათი მოვლა არის ჩვენი ვალი. გია ბარავიძე ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იდგა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. რო იტყვიან ავად თუ კარგად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მართლა ისტორიულად მნიშვნელოვნად კარგად, ისე რომ ანალოგიც კი არა აქვს არათუ რეგიონში, მსოფლიოში უახლოესი 50 წლის განმავლობაში იმ რეფორმებს, რაც ჩვენ ჩავატარეთ ქვეყანაში, პოლიციის რეფორმა, ჯარი, საბაჟო, საგადასახადო კი, პოლიციის რეფორმა შეიძლება მართლა არ ყავს ანალოგია, იმიტომ რომ პოლიცია, რომელიც გახდა თავიდან ბოლომდე პარტიის მსახური, დამრბევი, მოძალადე, ჩამდები, უბანში დამტერორებელი, ხო, ეგეთი რთული მოსაძებელია. რავი, ხა სერიოზულად თუ უნდა გავცეთ პასუხი? არა, მაშინ სერიოზულად თუ უნდა გავცეთ პასუხი, არა, მაინც ღირს, მე მგონი შევახსენოთ ბაყურებლებსაც. სერიოზულად თუ უნდა გავცეთ პასუხი, მაშინ არ ვიცი, ნაციონალურმა მოძრაობამ რა რეფორმებიც ჩაატარა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში გვამადლის, ეს პირველ რიგში არ ღირდა იმ ფასად, რა ფასიც გადავიხადეთ, წამება, გაუპატიურება, რეკეტი და რომელი რეფორმა? შეზღუდვა ერთ წამი, შუქი რომ მოვიდა და გზები რომ დაიგო და რაღაცა იუსტიციის სამინისტრო და ასე შემდეგ. გზები რომ დაიგო, ეგეც მითია და. არა, ნუ მოკლედ რა იმასთან მიმართებაში, მაგრამ ამის ყველაზე დიდი გამაქარწყლებელი არგუმენტი შეიძლება ის იყოს, რომ მაშინ საბჭოთა კავშირთან საერთოდ რაღა პრობლემა გვაქვს, როცა ქალაქს არ გვეკუთვნოდა, არ ვიცი, მეტრო, ხიდები, ანძა, თანამედროვე ინდუსტრიალიზაცია მოხდა, მართლა განათლების დონე მაინც ფუნდამენტ, აი ქალაქად მაშინ ჩამოყალიბდით და მაშინ საბჭოთა კავშირზე ბერია როცა იყო, ხო, სიკეთე და ბერიაზე და სტალინზე დიდი სიკეთე და ჟავანაძეზე არ ყოფილა, ხო? მაშინ ეგრე გამოდის რა და მოვინახულოთ კიდევ ერთი პალატა, ჩვენი ფსიქიატრიული კლინიკის, ეს არის რუსთავის დამზირი, რომელიც თლად პალატა არ არის, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში შეშლილების შლეგების პალატად გადაკეთდება, ცოტა დაგვრჩა, ხა პრეზიდენტი ხელს მოაწევს ახალ კანონს და შემდეგ ნახოთ რა მოხდება, მაგრამ ჯერჯერობით აქვს, რომ კანონი არ მოქმედებს. იქ არის ესეთი ბენდი არის, ძალიან ბენდი, ხო გაგიგია ბენდი დეპეშ მოდი, კილერსი და არის ბენდი უმუშევრობა. და გაუშვათ აბა. იქ მიმდინარეობს ძალიან ხახრავალი კონცერტი ვაჩვენს. მადლობა. ხო, აი ესეთი ვითარება არის. ჰა? გახდება. საგიჟეტია, მე რო ვიძახი გიჟები არიან, ხო უნდა ვიდეოებით ვამტკიცებ. აი, გაუშვათ მე. კი. დამა, აი. ბოლომდე ბევრია. აი 30 წამზე მიახვია, აბა და იქიდან გავუშვი. ამათ მოსწონდი არაფერი გეთქიდოს. მიდი გავუშვი. არა, ცოტა გადაახვიეთ შუაში რა. კაი, ნე რამე საინტერესო დააქავეროს რა. არა, ერთით არაფერი არ დააქავეროს. დიდი მადლობა. თავენ სიმღერაა, რაც თავენ ორიგინალურ შემოქმედებას აწვევდნენ. ხო. აქ მისახედია, ეხლა შემოდის ახალი კანონი, მოვლენ სანიტრები და 15 დღით მიუჩენენ ასეთ შეშლილებს საკრძალვის იდეით რომ გამოდიოდა სერგი გვარჯალაძე, ხო? ჰა? ქუჩის მუსიკის აკრძალვის იდეით რომ გამოდიოდა სერგი გვარჯალაძე. ეგ იყო ღამის მერის კომპეტენციის ფარგლებში. კი ბატონო. და ეკრძალვა. და ეგ მე მგონი ეგ კანონი მე ვიცი რასაც მიემართებოდა კონკრეტულ. არა, ეგ სანქცირება იყო კონკრეტული კავკასიური ცეკვებისა. და ამას ხა ის არ ჯობია. რავილი ჯობია, როგორ არა, ის ნაციონალური მაინც არის. ქუჩის მუსიკოსს უნდა ქონოდა რაღაც გარკვეული ცენზი, ეგრე გამოხვედი და ბღავილი დაიწყე და ყველა შეეშინა, ეგრე არ უნდა იყოს. კაი, კიდევ ერთი პაციენტი მეგობრებო, უშიშარი გედევან ფოფხაძე, რომელსაც თავი გონია, ხო არიან, აი, მანიო გრანდიოზი, ნაპოლეონი გონია, ხო? არ ვიცი.
კი, ვესტერნის გმირი გონია. მართლა შესავალი რო გავუკეთოთ გედევან ფოფხაძემ თქვა რომ ტყვიასო მეო პირველი არ გავისვრი, მაგრამ არც არავიზე ნაკლები. კრისი გონია საკუთარი თავი შესანიშნავი. კაცი რომელიც რა ვიცი ტყვიასთან ყველაზე მეტად თუ ვინმეა დაშორებული, ალბათ გედევან ფოფხაძე იქნება. გავუშვით. დაგმოუქმებენ იურიდიულად შეწყვეტავენ ჩვენ არსებობას. ჩვენ უნდა გადავისეთ პოლიტიკურ პლატფორმად და გავაგრძელოთ ბრძოლა აი ამ შეზღუდვების პირობებშიც, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი სტატუსები იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ და აი რასაც რეკლამაზე გავდივით. ეს რომელ პარტიაშია და იმაში? არა, ნაცი ხარ? რაღაცას რო არ გიშვებია, რატო იმაშვები იხდი საცვლებს, კაცო? არა, რატოშ? ვინ ეკითხება? არა, ამას ეს ხო უნდა ნაცია, ან ნაცი იყო 2012-ში. თუ ვიღაცას გააუქმებენ, ამასაც ხო ეს უნდა გაიუქმოს თავი, არა? ხო და მაგას სადეტენებით ხო, როცა არ გიშვებიან. აბა რა უნდა, ჩამოვალო, ხო იცი ანეკდოტი რო მე-15 საათამდე უნდა არ გამაუპატიუროთო და თქვენ როგორ უნდა გაგაპიროთ მე-15 საათზე ხარ და ჩამოვალო ქალი რო უძახის. დაახლოებით იმ როლში არის რა. კაი, ამას მანიო გრანდიოზა, თინა ხიდაშელი რომელსაც ჭირს, რა ჭირს? ფობია ჭირს, ხო? ფობიებით ახსავსე კალია, გავუშვით თინა ხიდაშელი. ანუ დასრულდა თემა, დავასრულეთ, დავამთავრეთ ყველაფერი, აღარ ვიბრძვით, აღარ გვაქვს იმედი, რომ ამას შედეგი გავხდება და ამიტომ ახლა ერთმანეთთან უნდა ვასწოროთ ანგარიშები, აი ეს არის ამ წუთის დღის წესრიგის ამოცანა. ეგ საკითხი იმის შემდეგ ხდება, როდესაც რაღაც ეტაპი სრულდება, ან არჩევნებია. მე მგონია რომ არაფერი არ დასრულებულა და არც წინ არჩევნები არ არის ამ წუთას ყოველთვის, თუმცა მე ველოდები რომ მიზნევანიშვილი ამ მოვლენებით ისარგებლებს და აუცილებლად დანიშნავს საპარლამენტო არჩევნებს აი ამ მოსულთავებულ ველზე და იმას რაც აკალია ყველაზე მეტად გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თინათინი ერთობა შაკოს აი ჩაფოაზებით დააკვირდი ბატონო თინათინი და შაკოს სხვა შორის მე მაინტერესებს გუშინ თინა ხიდაშელზე კომენტირება სჯობია ის გავკეთოთ TikTok-ზე რატო მოხდა გუშინ აქტუალიზება ესეთი მონუმენტური მნიშვნელობის ფიგურის ბექა გრიგორიადისის სხვა შორის რო დავამთავრეთ ლაივი მე ჩამიგდა შენ ხო ორი ცალ ჩაგიგდა ერთი და ხო და რატო გააქტიურდა ეს არ გამაშვებინო გეხვეწები ის ერთი არა ხო არ გავუშვათ არც ერთი არ გავუშვათ რა არ მინდა რა ის მართლა გიჟია გიჟები არიან ეგენი ოღონდ როგორი ბოროტი გიჟია ესე ცოტა დახვეწილი გიჟები მე მგონია რომ ცნობადობა უნდა და მაგ კაცს არა გიჟები არ გავუშვათ გეხვეწები რა ეგეთი გიჟები ცოტა ამაზენები თვით დაზიანებას რო იყენებენ და რაღაცა აი მე არ შემიძლია არ აღვნიშნო რამდენად მაგარი ფაქტი დაფიქსირდა გუშინ როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაგას დავაჯერეთ 5000 ლარით გზის აკაცუკურად გადაკეტვის რამდენი კრონია ფინური არ ვიცი ეგ რამდენი არის მაგრამ ფაქტი თავისთავადი არის ძალიან მაგარი და ძალიან გაასწორა ეს გოგო კი არ ვერჩი არაფერს მაგრამ ესეთი ძალიან ახალგაზრდა მე LGBT აქტივისტია ხო როგორც მე ხვდები შავა იცი რა არის არა მოდი ესე არის უმწეო ერთი წუთით ეგა ყველაზე დიდი პრობლემა შერას ამბობ LGBT აქტივისტიაო ფინეთში სულ არ იყო აქტივისტი მაინც აქტივისტი აი წინააღმდეგი რო ხარ მაინც აქტივისტი იქაური ჰომოფობი არის ჩვენი როგორი ანუ ეგ ძალიან იქაური ჰომოფობი არის ჩვენი LGBT მან თავერთემ არის რომ ამ ქალბატონს თავის უპატივცემულო ქცევის გამო როდესაც ჩვენ ხელისუფლებამ გაუუქმა ეს ოფიციალური ვიზიტი რაც ხნა ჩანიშნული შემდეგ ეს ქალი გამოვიდა და დაშორებული გოგოები რომ შეხვდა მე დავშორდი თვითონ კი არ დავშორდი ეგ მაგას რო ამტკიცებს ახლა მე-7 ტვიტი რო პირველი მე ვიყავია ხო ოღონდ გამწარებული აკეთებს მაგას რა ანუ უკვე იმდენი გამოხმაურება ქონდა მაგას რო არა მე გავაუქმეო რო ცოტა ისტერიაში რო გადასდის რა უკვე მაგ მონაკვეთში არის ხო სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო რომ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში წავიდა რომ ძმური კავშირები გვაკავშირებს და ის ქვეყანა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ებრძოდა ევროპას და მე მგონი ებრძვის კიდევაც კონკრეტულად საფრანგეთს ებრძვის და ასე შემდეგ და ჩავიდნენ და თითქოს იქ არის ზეიმი იქ არის გაცილებით უგებესი მდგომარეობა ადამიანის უფლებები ყველაზე ძალიან ევროპა არის იქ როცა ჩვენ განხორციელებული ევროკავშირის ყაიდის ქვეყანა ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს ქვეყანა მაგრამ მოდელია ხდებია რა ორმაგი სტანდარტებია როგორ იცი ხო და ეს სხვა გეხოცები თენგოთევზაძე არ გაუშვათ რა არაფრით ისეთი ნიშნავანი საინტერესო აღარ არის რა პროსტა უშვებთ იმის თინა ბოკუჩავა მაშინ
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თუ არ ვაჩვენეთ ეკა ბრძოლა, მაშინ საერთაშორისო მეგობრები ვერანაირად ვერ გაგვეხმარებიან. ეს ჩვენი მოსაგები ბრძოლა. აი როგორ ბრძოლა უნდა იყოს? მე სხვანაირად მინდა დავსვა კითხვა. ძალიან სიმპათიური გოგონა ქალია. თავისი ასაკის შესაბამისად მით უმეტეს. და რაღაცა შეუძლია პირადი ცხოვრების მოწყობა, ყავს მეუღლე, შეუძლია წამყვანადაც იყოს და რა უნდა პოლიტიკაში. პირდაპირ გითხრა, მე ვერ დაგითხრა, მას დროს არ მესიმპათიურებოდა ნამდვილად. შენ რა სიტყვე? მე iPhone-ს არ ვაჩუქებდი. არა, ნუ ახლა რა. ეგ ეხა რა შეურაცხყოფები. დაბალი დონეა ახლა. ჩემი კომენტარი გაინტერესებთ? კაი, რასაც უქებდი. აბა მითხრა. და ასევე გითხარი რას ვერ აპატიებდი მეგობრო. დღევანდელი იმიდან Pixels, Sony Ericsson-ს რამეს. არა. iPhone-ს გაჩია რა ურთიერთობა გაქვს, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. უყურე აი ეს გიჟი არ არის, მე მგონი. თავს იგიჟიანებს ხანდახან. ალბათ არ არის გიჟი. არ არის. შეუძლია რაღაც სხვა საქმე გააკეთოს. აგერ ის გოგო რო არის სამადაშვილი. იმას ხო შეუძლია რაღაც დიზაინერობა. ირლანდიაში სახლი მაქვს თვითონ. არა, ირლანდიაში. თვითონ ამბობდა იმ ჩანაწერში თორე მე რა ვიცი. არა, ირლანდიაში ამბობდა ირლანდიაში მაქვს სახლი, ან ჩანაწერში ამბობდა, ან მე არ დავაბრალოთ რა. ან მე არა, ეგ უეჭველი მახსოვს, ან ვიღაცა მე მისი რაღაცა ამონაწერი ნახა თუ რა უეჭველი გეუბნები რომ ეს ირლანდიაში სახლი ძალიან კაი კუშია. თან გააჩნია სადღაც დუბლინში თუ აქვს ვაფშე თემი. არა, სადაც არ უნდა ქონდეს, პატარა ირლანდია, მაგათ მივა მოვა. იქ წაფასობს. ჰეგელია. ახლა პრობლემა მე მგონია თავი და თავი პრობლემის გონია იქ რომ პოლიტიკა ძალიან არის დაშორებული რიგით ადამიანს ხალხს ზონაერთო ვიტყვით ხო პოპულარულ ენას მე მგონია რომ პირველი და მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ ყველამ ოპოზიციურმა ძალებმა დემოკრატიულმა ძალებმა ეს არის მასობრივად ადამიანების დაბრუნება პოლიტიკაში და მე ვთვლი რომ ის შესაძლოა ნაწილმა რაც იყო არჩევნებში არ მონაწილეობა არის სამწუხარო დეტალი ამ ამბავ ხო სხვათა შორის გრიგოლ გეგელიას აქვს იმდენი ქარიზმა, რომ მასა ხალხისა უსმენს და მისი თქმით შეიძლება დაბრუნდეს ხალხი პოლიტიკაში. ასევე მეჩაიეობა შეიძლება აღორძინოს, ხო? აბრეშუმის წარმოება ძალიან სერიოზულია. აბრეშუმის წარმოება ძალიან მაგარია. გეგელიას გაყვება ხალხი. გეგელიას გაყვება ისეთია ქარიზმატული ლიდერია რა. ხო და დიდი მასების მობილიზება შეუძლია. თან სხვათა ლაპარაკი შეუძლია გასაგებენაზე ძალიან. და დიდი მასების მობილიზება ეს პოპულარობას თუ გამოიყენებს საკუთარ პოპულარობას. ხო, მაშინ ირაკლი ფავლენიშვილი. და რატო გამოტოვე? მაგალითად დავით ნებიერიძე გიჟებზე ლაპარაკი. ვინა დავით ნებიერიძე? ნომერ პირველი. აი, მაშინ შალვანათელაშვილი გიჟებზე ვინა ერთო მოიწონს. გიჟია ერთი. რომელი? რო შეხედა მიხვდები. ჯერ შალვა გაუშვით. როდესაც ჩვენ რომ ამბობთ რომ დიქტატურაა ქვეყანაში დამყარებული, ეგ ნიშნავს რომ იქ ვერ ფუნქციონირებს პოლიტიკური პარტიები. ოპოზიცია ან არ არის, ან არის ძალიან სუსტი. პირდაპირ ეთერში რომ ამბობენ რომ დიქტატურაა ქვეყანაში. განმათავისუფლებელი ამ დროს არის ხალხი. არც პარტია, არც ლიდერი, არც უღაც ნიკიფორე, არავინ ხსნელი ამ დროს არ არის. ხალხი თავისუფლებს თავს. ეს არის ისტორიის კანონი, უძველესი პერიოდი და როცა კაცობრიობა გამოვიდა ტყიდან და დაიწყო ცივილიზებული ცხოვრების საწყობა ან ცდელობა და მოვიდა დღე. ხო. ხო, ნუ სიგიჟე არაფერი ისეთი არ უთქოს, დეგენერატი, ნაზირალა და მოდი მაგაზე მივახსოვოთ ყურადღება, დიქტატურაში რომ ცხოვრობთ უკვე ამდენი ხანია ჯერ ერთი და მეორეზე პირდაპირ ეთერში ამაზე კარგი რამე თქვა რა ბიძინა ივანიშვილმა რომ ერთადერთი პოლიტიკოსია ოპოზიციიდან მილიონერი გახდაო და მე ის ცხონებული რა გვარი იყო ის ხალბატონი ნინი ბადურაშვილის ბებია დათვის საჭმელი ყოველდღე ხორცს მე ვერ ჭამა ხო და მაგაც რო ყავს იქნება ხო რა და კაი არაფერი დავით ნებიერიძე ნამდვილი გიჟი თქვენც ვინც მოუწოდებდით ხალხს რომ ისულიყვნენ თავისუფლების მოედანზე. თქვენი პასუხისმგებლობა არის აქ მორალური მაინც თუ არა. ეს არის ეს ძალიან ცნობილი გიჟი ირაკლი კაკაბაძესაც ეჩხუბა ერთხელ ეს სულ დადიოდა იმეებში ეთერებში და ისროდა ხოლმე ხან ჭიკებს და ძალიან სახეცული აი უყურე ხა გაუშვით არა, მორალური პასუხისმგებლობა ნამდვილად არ არის პირიქით. ჩვენ ციხეში როდესაც ეს ხალხი არ არის, ანუ. არა, ეგ არის უ? ვიდეო ეგ არის. ქუჩაში გამოსასვლელი რა ხდება? ხარვეზია? დავანახეთ ეს სიმპათიური ყმაწვილი. ცოტა გაუშვით ბოლომდე, გაუშვით და ჩვენ ხვაც არ ამოვიდა, ნიბნევიანი კი, გაუშვით.
თქვენც ვინც მოუწოდებდით ხალხს რომ ისულიყვნენ თავისუფლების მოედანზე. პასუხისმგებლობა არის აქ მორალური მაინც თუ არ არის, როდესაც მოუწოდებდით იქ მისვლაზე? არა, მორალური პასუხისმგებლობა ნამდვილად არ არის პირიქით. თქვენ ციხეში როდესაც ეს ხალხი არ არის, ანუ უწოდებთ ხალხს ქუჩაში გამოსასვლელ ეგ არ ზეროს პასუხისმგებლოსო რა, თვითონ არ გადის სხვისი ხელით უნდათ რა, როგორც ყოველთვის. მორალური არ არის და მატერიალურია. არანაირი პასუხისმგებლობა არ არის, რომ არ აქვს პასუხისმგებლობის განცდა. ხო, ნებიერი მართლაც თვითონი გიჟი არის მეგობრებო. ირაკლი ფავლენიშვილი. და ეს პატიმარის დედა ეს ის არის პატიმარის დედა. ცოტა ესეც არა, ეს ის ხალბატონია, რო იწევლება. ხო და რა ვიცი. არა, ეს რო იწევლება, ეგ არის. არ აქვს სულიერ მდგომარეობა. ეგ არის შვილის გამო, ხო, ეგ არის. არა, ჯერ ხო მე რა გავუშვათ. ძალიან უპრობლემოთ. მაგრამ აქ განსაკუთრებულ დეგენერატობას არ ამბობს. უბრალოდ ეს ხალი მართლა 400,000 კაცი იყო გამოსული, ხო? ხო, ამიტომ გვინდა და სიმშვიდე გვინდა დავამყაროთ. კი ბატონო, გავუშვით. ჩვენ ხალხი უფრო კარგად ვართ ერთმანეთთან, ხალხი უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე პოლიტიკოსები, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ, მე ვისმენ. გიორგი რომ პოლიტიკოსებს თავი რომ მოაქვთ პოლიტიკოსებად, სხვას ლანძღავენ ისინი. ასე არ არის, იმიტომ რომ მე ეხა არაფერი ისეც არ ამბობ, ამის დაცინო არ შეიძლება არაფერი, უბრალოდ ну ქალბატონი არის სხვას მიღმა. რატო იცი? უყურე მე მესმის რომ ჯერ ერთი მაგის ბრალიც არის ესეთი რამ მოხდა და სიგიჟეში გადაესვა მაგიშვილი და სრულად კანონიერად დაიჭირეს მაგიშვილი. მაგრამ როგორც დედისა მესმის. ქალბატონო მარეზი ესე არ გამოვა, ესე არ შველი თქვენ შულს. აი ბუნძურ პოლიტიკაში ჩარევით თან, როცა არიცით ეს თქვენი ეს გულწრფელი ემოცია ცვდება და როგორც პატიმრის დედას კი არა, როგორც აქტივისტს ისე აღიქვავენ და ეგ არ არის კარგი, ჩემი აზრით. ირაკლი ფავლენიშვილი საინტერესო რამეს ამბობს. მართლა რკინის ფარდა ეშვება, საუთეთინას სტატუსშიც იყო ამაზე საუბარი, რეალურად რკინის ფარდა ეშვება ჩვენსა და დასავლურ სამყაროს შორის და არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს შეეხება ეს, არამედ ყველა განსხვავებულ ადამიანს. გავიხსენოთ რკინის ფარდა ეს ტერმინი გააჩერეთ და რკინის ფარდა დაეშვა ჩერჩილის ფულტონის სიტყვის შემდეგ და ბუკვალურად პირდაპირ მნიშვნელობით ააშენეს ბერლინში კედელი. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ფარდა დაეშვა, ანუ გადახერგეს. რა ევროპასა და ჩვენ შორის რკინის ფარდა? თქვენი გიჟობის საშუალებას უარ გაძლევთ, ამიტომ იქნება რკინის ფარდა? და რკინის ფარდის მეტაფორა თანამედროვე სამყაროში და დღეს თუ კორეასა თუ ეს ვთქვათ ევროპამ დაუშვა მასსა და საქართველოს შორის, იმიტომ რომ საქართველო არ ჩაერია ომში, არ დაუწესა სანქციები რუსეთს, ეკონომიკური სანქციები არ ჩამოანგრია, თავის ეკონომიკა არ დაანგრია, თავის ქვეყანა არ დაკარგა კიდე ტერიტორიები, მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე, რა ვიცი, უკრაინის საამებლად გაეკეთებინა და საბოლოო ჯამში უკრაინა რატო იბრძვის, ეგ ვერ გავიგეთ და ვერ გაიგეს თვითონაც, ანუ გამოდის, რომ მოდი ვთქვათ რა, პირდაპირ deep state-მა დააწყებინა ომი, შემდეგ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ უთხრა, რომ ეს ჩვენი ომი არ არის, ჩვენ ესე იგი გარს გვარტყავს ჩვენიერი ოკეანე და ეს თქვენი ომია და მე ამაში ფული უნდა ვაკეთო რა, ბიზნესი ის უნდა გავყიდო იარაღი და ამერიკამ თავის უნდა მიიღოს. არის ამ ომში ჩვენ რა გვესაქმებოდა? ეს ნახე პუტინის განცხადება, პუტინის ტრამპის. ამ ომში ჩვენ რა გვესაქმებოდა მით უფრო რომ 2008 წელს ეს აგრესია გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არ ვიცი, არანაკლებ სისხლი დაღვარა ვინმეზე და თუ ამის გამო ვისჯებით და ესე იგი იმის გამო ვისჯებით რომ საქართველოში გვინდოდა მშვიდობა და გვინდა მშვიდობა და ვართ კარგად, დავისაჯოთ მე. არ არის პრობლემა პირიქით. ლევან ბეჟაშვილი გავშვით. რომ დაიცოდეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, რომ ნაციონალური მოძრაობისათვის არ აქვს ამ ბრძოლას, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ პარტიული სტატუსით გავაგრძელებთ თუ რაღაც, ასე ვთქვათ, რაღაც ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმით. დღეს და ზოგადად ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში პარტიების და პოლიტიკის კეთების დრო აღარ არის, იმიტომ რომ ივანიშვილმა გააუქმა მოკლა საქართველოში პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი ერთობით, იდეისადმი ერთგული ადამიანების ერთობით გავაგრძელებთ ბრძოლას ნებისმიერი ფორმით, რომ ამ ქვეყანაში ეს ზული რეჟიმი დასრულდეს. სხვაჩორის ეს ნათლად აჩვენებს, რომ მათ მაგრა დაეწვათ, მაგრა შეეშინდათ ამის.
და ამბობენ რომ ესე იგი პარტიული პოლიტიკის გარეშეც როგორ გააგრძელებთ ბატონო ვერანაირ თანამდებობას თქვენ ვერ დაიკავოთ კენს ვერ იყრით დაფინანსება არ შეგეძლება სხვა პარტიების ირიბად იმპლიციტურად მონაწილეობას ვერ მიიღებთ დაგჭათ ერთადერთი რევოლუცია და რევოლუციას მუქარა კი არ უნდა შესრულება უნდა და კი ბატონო ამდენი ხანი იმუქრებით აგერ თქვენ და აგერ ჩვენ უბრალოდ ინფორმაციისთვის რა საკითხი ისრაელის ჯარმა ლიბანში უზარმაზარი ბომბი ჩამოარყვა მეგობრებო არ ვიცი ისეთი აფეთქებაა ბირთვუსაც ნახე კი ხო ნუ ღაზაში ტრამპის განცხადებაზე არ გავმიხილოთ კაცო ერთი ვარ თქვა მას შემდეგ რაც მაგალითად ახალი ისტერია წავიდა როგორც ლიბერალურ მედიაში ისე ჩვენ ლიბერალურ ბავშვებს ტომაჰოკებს აძლევსო და всё წლის ბოლომდე რუსეთს დასუტირებს უკრაინა და ტრამპი გამოვიდა პუტინს ველაპარაკეო უკარგეს საუბარი გქონდაო მომილოცაო ღაზის დიო შემაქო ეხა ვაპირებო რომ შევხვდეო ბუდაპეშტშიო იქ იმას ვიზამთო და დიდი ალბათობით ომსაც დავასრულებთო და ეხა ეგრე ომის დასრულება რას ნიშნავს ხო ძალიან კარგად გვესმის ყველას იმას ნიშნავს რომ ვერც პუტინი ვერ მიიღებს სასულოს და ვერც უკრაინა დაიბრუნებს იმ ტერიტორიებს. ხო, ანუ უკრაინას დარჩება განადგურებულ მდგომარეობაში. არა, უკრაინა აღარ იარსებებს. იქ მშვიდობისა უნდა ეშინოდეთ, იმიტომ რომ ომის შემდეგ ხო იცი რა ხდება? იარაღიანი ხალხი, გაწმიდებული, ნამდვილად. გაქცეული ხალხი, უკან რომელიც არ დაბრუნდება. გაქცეული ხალხის მინიმუმ ნახევარი უკან არ დაბრუნდება, დარწმუნებული. ძალიან რთული ვითარება იქნება. ძალიან კი ბატონო. შემდეგ ვინ ყავს მეგობრებო? აბა ერთი ირაკლი ლევან ბეჟაშვილი, გიგი წერეთელი, რომელიც არის უნიჭიერესი ადამიანი. მიცვალებული ადგა. მიცვალებული ადგა მეგობრებო. შეიძლება ბუნებრივია შიგნით არა დეპრესირება და რაღაცა დეპრესიული გაწყობები დეპრესირება არამედ კიდევ უფრო შეკავშირება კიდევ უფრო კონსოლიდაცია ამაზე ბევრი ლაპარაკობს დღეს ლაპარაკობ თქო ამას არაკეთებს ბევრი და სამწუხაროდ ოპოზიციაში ჩვენ ვხედავთ რომ რაღაცა ყველას ამის აპეტიტი არ გააჩნია პირიქით რაღაცა უპირატესობის მოპოვებაზე და ასე შემდეგ არის ასეთ ვითარებაში აი ესეთ სივრცეში ვერავინ ვერაფერ უპირატესობას ვერ მოიპოვებს აგერ შევხედოთ ბელორუსს და შევხედოთ ზოგიერთ ქვეყანას აი მოდი ვერ გავიგევა რა დავაკომენტარო ვერ გავიგე მეგობრებო როგორ შეიძლება ეს კლასი ამ გიჟების კლასს მოვიშორებთ რჩება მე მგონი გახარია თვითლიკვიდაცია გამოაცხადა ლელო დარჩება ვითომ მე მგონი ეგენი წავლენ ბებერტაღლითები აღარ მოუნდებათ რა ფულის ხარჯვა ამ საქმეში აღარ მოუნდებათ დარჩება იაგოს გილჩი ლელო თუ წავა არა ხაზარაძე და ჯაფარიძე თუ წავლენ ობლებს რა ეშველებათ ისინიც დაიშლებიან არა აბა ეხლა ჰეგელია ვერ გაკაჩავს ჰეგელია და თაზო თუ დაზო თუ დათო თუ ვინც არის ხო და ის ხალხი სამადაშვილი არ გამოვა სამადაშვილი და ხა უსუფაშვილი ბიჭო უსუფაშვილიც სადაც მიდის იქ კაკაშკებს აკეთებს არა სხვა ჩორს უსუფაში ძალიან ძლიერი ლიდერია ეს ქარიზმატული სადღაც გააკეთებს არის კრუჟოქს ხო და ეს კაკაშკები ეს ავგიის თავლა რომ გაიწმინდება და ოფიციალურად გვექნება კანონი რომ კონკრეტულად აი ეს გიჟები და სადისტები აღარ მიიღებენ პოლიტიკაში მონაწილეობას. მე რა ვიცი ხა ყველას უნდა გაუმარჯოს ვინც მოვა, გინდ პროევროპული, გინდ სხვა მიმართულებისად პროჩინული მაგალითად. ხო, რატო არ უნდა იყოს საქართველოში პროჩინული არა, მაგრამ ევროპა ცენტრისგან დაშორებული ისა რომელიც იტყვის რომ რომელიც ცივილიზაციურად განვითარების სხვა ვექტორს ხედავს რატო არა ხედავს რატო არა ხო რატო არა კოლონია ვარ თუ ესეთი გოიმები ვარ თუ 90-იანი წლებია და ეხა დაიშალა საბჭოთა კავშირი გამოვიდა ანუ ხალხო იცოდეთ რა ამდვილად ესე იგი ევროცენტრიზმი ნიშნავს აი ევროცენტრიზმი სხვა რამის ნიშნავს ევროცენტრიზმი ის კი არა რომ აუცილებლად ევროცენტრიზმი ნიშნავს რომ ევროპის გარდა სხვა ცივილიზაცია არ არსებობს და განვითარების ერთადერთი სწორი და ევოლუციის ერთადერთი სწორი ფორმა არის ევროპა ამას დღეს 2025 წელს არავინ აღარ ამბობს ამას არსებობს ბევრი ცივილიზაციური განვითარების მოდელი და საქართველოს ამ გოიმობიდან უნდა გამოვიდეს ეს რჩება მარტო იქ რუსთაველზე რომ ხუთი წიგნ წაუკითხავი აკაცუკია ძალიან და ეს ხარ თქვენ ნუ გამოჩნდა ეს პარტია ევრო სკეპტიკოსები ჩვენთან აუცილებელი როგორიც ევროპაში არის აუცილებელი რაც არის რომ განხორციელდეს არის რომ რეჟიმი საბოლოოდ მივიდეს გასამართლებასთან იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანას სადაც არსებულა რეჟიმი დიქტატორული თუ კვაზი დიქტატორული
მისი გასამართლების გარეშე ვერც საზოგადოება და ვერც სახელმწიფო სრულფასოვან თანაცხოვრებას და განვითარებას და ვერ შეძლებს თუ ეს ადამიანები ისევ დარჩებიან საჯარო პოლიტიკაში იქნება თუ ცხოვრებაში. ამიტომ ჯერ პირველ რიგში არის უმნიშვნელოვანესი რომ მოხდეს ეს, ახსოვდეს ეს და შემდეგ უკვე მე დარწმუნებული ვარ თავისით გამოჩნდება ის ახალი მესამე ძალა რომელზეც ამდენი ხანი არის მიდის საუბარი და რომელიც არადარ შეიქმნა ჩამოყალიბდა და რასაც პირველ რიგში ეს უშლის ხელს იმდენად დაბინძურებული არის პოლიტიკური ველი სწორედ ამ დამნაშავეებისგან რომელიც აკრძალვაც არის მნიშვნელოვანი მათი გაქრობის შემთხვევაში უკვე მაშინ ხდება შესაძლებელი რომ იქ რაღაცა ისეთ ნორმალური აღმოცენდეს რომელიც რეალურ პოლიტიკურ პროცესებში გადაგვიყვანს შემდეგ პოლიტიკურ ოპონირებაში და არა იმაში დღეს რასაც უყურებთ. და ვიღაც კარგი ფოტოგრაფის გადაღებული კადრი რომელიც ჰიჩკოკსაც დაამშვენებდა და დაამშვენებდა კუბრიკს რომელიც აღწევს ვითარებას რუსთაველზე გავს ამ კადრით ეს გენიალური კადრი. გენიალური კადრი. ვა, მართლა ძალიან მაგარი ფოტოა. მართლა ძალიან. ეს თუ არ არის დადებული? არა, დადებული არ არის, მე ჩამიგდეს ეს ფოტო, მაგრამ შეიძლება დიდაუდა, შეიძლება მოკროფილია, არ არის ვიკითხავ ახლა მოკროფილია. დაღონებული კლოუნი. დაღონებული კლოუნი და დაღონებული მაწანწალა ძაღლი, კი ბატონო. მაგრამ ძალიან კარგია რა. აი ეს ან ვინც ეს კომპილაცია გააკეთა. აი ეს არის ჩაედიტებული ყოფილა, ბოდიშ ჩაედიტებული. მე რა ძალიან კაია. ანუ რას ანუ ავტორის ის არის რა. ძალიან მაგარია. ან სამი კაცი არის რომელიც ამოშლილი არის რა. და ძალიან მაგარია. მაგრამ ყოჩა ავტორის ყოჩა. ძალიან მაგარია. ეს არის 4 ოქტომბრის კლიმაქსი. აი სრული შეჯამება. ეს არის 13 წლიანი აგენტების მართვა. ეს არის 13 წლიანი აგენტების რევოლუციის სურვილის დასასრული. ჩვენ შეიძლება ბევრი ვილაქლაქოთ, მაგრამ ფოტო რო იტყვის თავის სათქმელს, გამოსახულება ჯობია 1000-ჯერ მოსმენას ერთხელ. დიდი მადლობა ჩვენ ორ შაბათს შევხვდებით ერთად. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ზანდებოდეთ.